დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ყოველ სამშაბათ გადაცემის მეორე ნაწილს ჩვენ ვუთმობთ თბილისი 2015-ს. და მინდა კლავ დიდი სიამოვნებით მოგილოცოთ ყველა დედებს ტელეკომპანია კავკასიის და ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით დღევანდელი დღე და გისურვოთ წარმატებები, გაბრწყინებულები იყავით ყოველთვის თქვენი შვილების ბედნიერებით. დედიკო მეც გილოცავ და გისურვებ ყოველივე საუკეთესოს და ალბათ შემომიერთდება და ამ მილოცვებსაც გააგრძელებს ულამაზესი თანაწამყვანი სამუკაშირი. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ყველა ქალბატონს, ყველა მომავალ დედას, ჩემ დედიკოსაც ვუსურვებ და ძალიან მენატრება, მედია მალე ჩამოვა. და თბილისის 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის სახელითაც გილოცავთ ამ დღეს. და დღეს ჩვენი კომიტეტი იყო უდუშაურის კლინიკაში და ყველა ქალბატონს, რა თქმა უნდა, მიულოცა და პატარა ბავშვებს, შვილებს აჩუქა ჩვენი ბრენდირებული საჩუქრები პრეზენტები. ძალიან მიხარია, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი დღე არ ავიწყდება თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტს, რომელიც ისე მუშაობს, რომ თვით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მენეჯერი ქალბატონი კატერინა ნიცოვაც აღფრთოვანებული დარჩა და თუ რა კომენტარები გააკეთა, ამას ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ გადაცემის განმავლობაში. თქვენ კი შემოგვიერთდით დარეკეთ იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც ეკრანზეა მითითებული, იაქტიურეთ და იცოდეთ, რომ ყველა ადამიანის, თითოეული ქართველის მონაწილეობა ამ გრანდიოზულ სპორტულ ღონისძიებაში არის გადამწყვეტიც კი. ახლა კი დროა წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი. გიორგი არეშიძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო მსახურის ხელმძღვანელი გვეწვია დღეს პირდაპირ ეთერში. მადლობა მოგზაინებისთვის. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და თქვენგან ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებს ტელემაყურებელი ამ თემის ირგვლივ, რომელიც არის ჩემთვის პირადად უკვე ძალიან დიდი პატივი, რომ საუბრობთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. როგორც ვახსენე, მინდა ამით დავიწყო, კატერინა ნიცოვა დარჩა აღფრთოვანებული. მან აღნიშნა, რომ წინა ჩამოსულაზე სულ სხვა ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა იყო და ჩამოვიდა და აღფრთოვანებული დარჩა იმით, რა სამუშაოებიც მიმდინარეობს. დავიწყოთ, რადგან ეს მნიშვნელოვანი შეფასება იყო და ჩვენთვის და მთელი საორგანიზაციო კომიტეტისთვის ალბათ დიდი სტიმული, თქვენი კომენტარიც არის ასევე ძალიან ნიშანდობლები ამ კუთხით. აუცილებლად ამაზეც გავაკეთებ კომენტარს, პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ, მადლობა გადავუხადოთ ტელეკომპანიას ესეთი საინტერესო თემის შერჩევისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა დედას, ქართველ დედას მიულოცო დღევანდელი დღე უსრულო ბედნიერი დედობა. რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივი არის მისგან მსგავსი ტიპის შეფასება. ეს პირველ რიგში არის ყველა იმ ადამიანის დამსახურება, ვინც 24 საათის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ასე ვთქვათ, მუშაობს იმისთვის, რომ დედაქალაქმა საქართველოს, სრულიად საქართველოს ღირსეულად უმასპინძლოს ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალს. შეფასებაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ ადეკვატური არის, ვინაიდან ჩვენ უკვე ჩავიბარეთ რამოდენიმე ობიექტი, კონსტრუქციული სამუშაოები დასრულდა. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიადის ფარგლებში 9 სახეობაში გვაქვს ჩვენ ოლიმპიადა, აქედან დაახლოებით 8 ობიექტის რამოდენიმე კეთილმოწყობა მოხდა, ხოლო რამოდენიმე მშენებლობა მოხდა, საკმაოდ რთული და დიდი გამოწვევის წინაშე შეიდგა როგორც დედაქალაქი, ასევე ახალგაზრდული საორგანიზაციო კომიტეტი თბილისი 2015 და იმსახურებს როგორც საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე მერია მსგავსი ტიპის შეფასება და დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს შექმნის ჩვენში, როგორც მერიის ნაწილში, ისე საორგანიზაციო კომიტეტის ნაწილში და ასევე სპორტის სამინისტროს ნაწილში, რომ უფრო ღირსეულად უმასპინძლოთ და ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა გავამართლოთ საზოგადოების წინაშე. ჩათვალეთ, რომ უკვე გამართლებულია მსგავსი კომენტარი, ალბათ მას არ გაუკეთებია ყველგან, იმიტომ რომ აქ აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომელსაც მან ხაზი გაუსვა, მთავარი არის დახვედრაო, მთავარი არის გახსნაო და ასევე მესამე, რასაც მე ყურადღება მივაქცია და ალბათ არ შეიძლება არ დავეთანხმოთ, ყველა დიდ ქალაქში, როცა მასშტაბური ასეთი მსგავსი ღონისძიება ტარდება, საცობების პრობლემა, გადაადგილების, ტრანსპორტირება. მოდით, ეს თემა გვაინტერესებს ძალიან და მნიშვნელოვანია, როგორ დარეგულირდება ყოველივე ეს.
მოგახსენებთ, ოლიმპიადის ფარგლებში ძირითადად მონაწილეების ტრანსპორტირება ხდება ავტობუსებით, ბრენდირებული ავტობუსებით, რომელიც სპეციალურად იქნება გამოყოფილი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის. მოგახსენებთ, 59 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის, დაახლოებით 3800 სპორტსმენი იქნება. სპორტსმენის გარდა მოგახსენებთ, დელეგაციის სხვადასხვა წევრები. მარშრუტი უკვე გაწერილი არის, ესე ვთქვათ, დახვედრიდან დაწყებული ოლიმპიურ სოფელში დაბინავების ჩათვლით და უშუალოდ გაწერილია აგრეთვე მარშრუტი ოლიმპიური სოფლიდან ობიექტებზე, სადაც სპორტსმენები მიიღებენ, გავიდნენ რა თქმა უნდა ვარჯიშის მომზადებას და მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება საცობებს, მინდა მოუწოდო ყველა ქართველ მცველს პერიოდში წესების დაცვისკენ, ვინაიდან ის იქნება ყველაზე მთავარი და ასე ვინა გაგებით მოეკიდონ ისაკის რა თქმა უნდა თავადაც არიან ამ ოლიმპიადის მონაწილეები და მათზეც იქნება გარკვეული წელი პასუხისმგებლობა ოლიმპიადის ჩატარების ხარისხთან დაკავშირებით. დეთანხმები. გიორგი, თბილისის 2015-ის დაწყებამდე 154 დღე არ დარჩენილი. ფაქტიურად არაფერი არ არის დარჩენილი. ყოველდღე გიწევთ საუგესის კომიტეტთან თანამშრომლობა, მუშაობა იმისთვის, რომ ეს თამაშები იყოს საუკეთესო შეჯიბრი ისტორიაში. რა ეტაპზე ვართ დღესდღეობით, როგორ შეაფასებთ მდგომარეობას? მოგახსენებთ, უშუალოდ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ხაზი გაუსვა, ჩვენთვის გაცილებით უფრო რთული იყო მსგავსი ტიპის მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობა, ვინაიდან არ გაგვაჩნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც დააკმაყოფილებდა როგორც საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს. ყველაზე დიდი გამოწვევაც ეს გახდათ, ვინაიდან მოხდა ნოლიდან ობიექტების მშენებლობა. როგორც ეგან აღნიშნე, რამდენიმე ობიექტის კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს კოსმეტიკური ნაწილის, ასე ვთქვათ, სამუშაოები. შეოფასების საკმაოდ დადებითად, ჩაბარების მშენებლობის ჩაბარების ტემპებიც განსაზღვრული არის, უკვე ჩვენ ძალიან აქტიურად გვაქვს შეხვედრები მშენებელ კომპანიებთან. აქტიურად ვადევნებთ თვალს, რამდენად მიმდინარეობს მშენებლობები გეგმაგრაფიკის მიხედვით, ვინაიდან ფაქტიურად ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა და ყველაზე მეტი დატვირთვა არის ობიექტებზე. თუ ობიექტი ვერ ჩაბარდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ოლიმპიადის ჩატარების ხარისხსაც, მაგრამ ეს ჩვენ არ გვემუქრება, არის გარკვეული ტიპის, ესე ვთქვათ, შეფერხებები, მაგრამ ღვთისმსწავლობით ამიტომაც ძალიან შეგვიწყო ხელი. მინდა მოსახლეობას და თქვენს მაყურებელს უთხრა, რომ ოლიმპიადამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ყველა ობიექტის ჩაბარება მოხდება, ვინაიდან მოგეხსენებათ ასევე აუცილებელია მათი, ესე ვთქვათ, დატესტვა, უშუალოდ სპორტული თვალსაზრისით როგორ მუშაობს ასე შემდეგ, ჩატარება, გაგრილების სისტემა, განათების სისტემა და ასე შემდეგ. პრობლემებს რეალურად იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ დროულად ვერ აღმოიფხვრა. და ამჯერად ყველაფერი გემოგრაფიკების მიხედვით მიმდინარეობს ნამდვილად. ბევრი ადამიანისგან სვენია, რომ ულამაზესი არქიტექტურის ოლიმპიური სოფელი გვექნება, ეხლა ქალბატონ კატერინამაც აღნიშნა ეგ და რა მდგომარეობაში, რა ეტაპზე არის მშენებლობა? მოგახსენებთ, ოლიმპიური სოფელს აშენებს ჩინური მხარე, გაცილებით უფრო ადრე ხდება ოლიმპიური სოფლის ჩაბარება, ანუ სამშენებლო ნაწილის ჩაბარება. იქაც ძირითადად კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებული არის და რიგ შემთხვევებში კოსმეტიკური ნაწილიც დასრულდა უკვე. უშუალოდ 9 კორპუსი არის, მოგეხსენებათ, უშუალოდ მონაწილეები, სადაც დაბინავდებიან ეს კორპუსები უკვე დასრულებული არის, დარჩენილი არის სასტუმროს შენობა და შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელიც გეგმაგრაფიკის მიხედვით მზად იქნება, რომ სრულფასოვნად უმასპინძლოს ოლიმპიადის მონაწილეებს. და გიორგი, თქვენი მოსაზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საზოგადოებამ იცის ოლიმპიურ სოფელს, ვინც აშენებს, მაგრამ აქვე თბილისი 2015-მა ძალიან ბევრი ქართველი ადამიანი დაასაქმა. ძალიან ბევრი ქართული პროდუქტიც იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა სახით. ამის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს, რომ არა მარტო სპორტული ღონისძიება ტარდება შეჯიბრებისთვის და ჩვენი ქვეყნის სახელი და სპორტსმენების, ასე ვთქვათ, გამარჯვებებისთვის დარწმუნებული ვარ, არამედ ძალიან ბევრ სასიკეთო საქმესაც ჩაუყარა საფუძველი იგივე ოლიმპიური სოფელი, რომელიც ჩვენს ქალაქში რჩება, ხო?
აი ამ კუთხით თქვენი კომენტარი თუ შეიძლება. ოლიმპიური სოფელთან დაკავშირებით მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ჩინური მხარე რომელმაც ჩადო ინვესტიცია და აშენებს ამ ობიექტებს, თავად იქნება ოლიმპიადის შემდგომ მისი ოპერატორი, შესაბამისად ოლიმპიადის ფარგლებში დავრჩები ამ საკითხთან საუბრის დროს, ვინაიდან ჩვენი კომპეტენცია ცდილდება უკვე ქვეყნისთვის ზოგადად ან ცალკეულად ესეთ შეფასება რო გავუკეთო ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან უშუალოდ არა მარტო ეს სამშენებლო ნაწილი, გზაც გავიდე ირგვლივ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ველოსპორტის სახეობით მოხდება დაკავება ამ ტერიტორიის, ისიც უნდა კეთილ მოეწყოს და რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა არის, ახალი ინტერესი გაჩნდება, ახალი სივრცე იქნება მოსახლეობისთვის და სხვა ინვესტორებისთვის, რათა აითვისონ ეს ტერიტორია. კეთილი და თითოეული მოქალაქის ჩართულობაზეც თქვენი მოწოდება გვაინტერესებს, რომ ჩვენმა მაყურებელმა, რომელიც თუნდაც დღეს გებულობს ამის შესახებ, არ ამგონია, არ იცოდნენ, მით უმეტეს ახალგაზრდების ჩართულობაზე ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრებთ. რამდენად მნიშვნელოვანია ის არა მარტო დედაქალაქში, არამედ მთელი საქართველოს უნდა მოიცვას ხო ამ ღონისძიებამ. მაინც გავამახვილოთ ყურადღება და შევახსენოთ. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქი არის მასპინძელი, ამ შემთხვევაში სრულიად საქართველოს არის რეალურად მასპინძელი. მოგახსენებთ ასევე კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამასთან ერთად ისიც, რომ ვისარგებლე შემთხვევაში მოუწოდებ ყველა ქართულ სპორტის კომაკს, რომ ამ 9 სახეობაში იღებენ ქართული სპორტსმენების მონაწილეობას, ქართველი სპორტსმენები და აუცილებელი არის, ასე ვთქვათ, როგორც გულშემატკივრის დონეზე, ასევე მონაწილეობის დონეზე, იგივე თუნდაც მოხალისეებრივ საქმიანობაში ჩართვა, ვინაიდან ჩვენ ხვდებით ფაქტურად 59 ქვეყნის მასპინძელი საერთაშორისო ასპარეზზე გვაქვს ძალიან დიდი საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი უფრო ღირსეულად, უფრო ლამაზად წარმოაჩინოთ და სწორედ ამაში არის საჭირო თითოეული მოქალაქის ჩართულობა. მოხალისეები ახსენეთ თქვენ და არ შემიძლია ზოგადად არ ვკითხო. ცოტა დრო ადარჩენილი თუ ამოიწურა. ამოიწურა სამწუხაროდ დრო 6000-ზე მეტი ქართველი მოხალის არის დარეგისტრირებული და ყველაზე ხო რთული ეტაპი მოდის, იმიტომ რომ უნდა შევარჩიოთ საუკეთესოები და იმედი მაქვს, რომ ეს 2000 ადამიანი იქნება ყველაზე საუკეთესო, ყველაზე მონდომებული და დაგვეხმარებიან და ჩავატარებთ ამ ოლიმპიადას. რა თქმა უნდა იდეალურად ძალიან კარგად. რაც შეეხება დახვედრაც ახსენეთ ჩვენ მოდით ახლა მივყვეთ თავიდან მაინც დახვედრა შემდეგ პროგრამა ის რომ ქალბატონმა კატერინამ ყურადღება გაამახვილა ქართულ სამზარეულოზე ჩვენ სტუმართ მოყვარეობაზე რამე განსაკუთრებული თუ იქნება ამ კუთხით თუ შეგიძლიათ რომ კომენტარი გააკეთოთ ამ კუთხით მოგახსენეთ და შემდეგ გახსნათ მაინტერესებს ვინაიდან ადამიანები რაღაც ნაწილი მაყურებელი იყოს ვერ ჩამოასავარაუდოთ ოლიმპიადის დროს, მაგრამ გარკვეული რაოდენობა ადამიანების, რომელიც იქნება არა მარტო ტურისტული თვალსაზრისით ჩამოსული, არამედ კონკრეტულად თავისი ქვეყნის საგულშემატკივრად ჩამოსული, აუცილებელია მათ ქვეყანამ და დედაქალაქმა შესთავაზოს სერვისი. ამისთვის ტურიზმის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობთ, აუცილებელია რა თქმა უნდა მოხდეს იმ კულტურული და თუნდაც ხელოვნების მიმართულებით თუნდაც იმ აკეთებები იქნება, ეს ფოლკლორი იქნება, პოპულარიზაცია, ვინაიდან აგრეთვე ამ კუთხითაც მოხდეს ჩვენი ქვეყნის ამ საერთაშორისო ასპარეზი და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფრო ღირსეულად წარდგენა და რათა უფრო კარგი შთაბეჭდილება შეექმნათ მათ, ვინაიდან დღის განმავლობაში ძალიან ბევრი დრო ექნება ჩამოსულ ადამიანს, რომ დაათვალიეროს დედაქალაქი და ამ კუთხითაც აუცილებელი იქნება ჩვენი ესე ვთქვათ, აი ეს სტუმართმოყვარეობის გამოვლინება და გამოჩენა ადამიანებისთვის, ვინაიდან ძალიან დიდი შთაბეჭდილების მოხდენის საშუალება გვექნება ტელეგრუპაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კმაყოფილი ვწავლე თბილისიდან და თავარი რაც არის ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება, ეს გვინდა ჩვენ. 9 სახეობა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, ამ 9 სახეობიდან ინფრასტრუქტურული კუთხით სად გვაქვს მაინც ჯერ კიდევ დასასრულებელი სამუშაოები. მოგახსენებთ კალბატონის დარბაზი ახსენა, ქალბატონმა კატერინამ და განსაკუთრებულად გამოხმაურება. კეკელის სახელობის 2 დარბაზის კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებული არის, დარჩენილი არის ისე ვთქვათ დარბაზის მოპირკეთება ეგრეთ წოდებული იატაკის დაგება არის დარჩენილი, დიახ, ზედაპირის და კოსმეტიკური სამუშაოები, რაც ლოგიკურ ვადაში არის გაწერილი, გემოგრაფიკი და აუცილებლად ჩაბარდება.
თბილისის ახალი თბილისის ტერიტორიაზე არის ძირითადი მშენებლობები, სადაც გვაქვს ტანვარჯიში, ფრენბურთი, მძლეოსნობა და ცურვა. ნუ ძირითადი აქცენტი მაინც იქითკენ გვაქვს მიმართული, ვინაიდან უპრეცედენტო მასშტაბების მშენებლობები ხდება. ასევე აღსანიშნავი არის ისიც დამინდა მოსახლეობას და თქვენს მაყურებელს მივაწოდო ინფორმაცია, ალბათ ესეც არანაკლებ საინტერესო არის, საბერძნეთში მოხდა მაგალითად ესეთი ფაქტი, რომ ოლიმპიადის შემდგომ ვერ მოხდა იმ ობიექტების დატვირთვა და ესე ვთქვათ ექსპლუატაციაში ვერ შევიდა ოლიმპიადის შემდგომ ეს ობიექტები და მოხდა დაკონსერვება და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე მერია ვმუშაობთ გეგმაზე ოლიმპიადის შემდგომ როგორ უნდა მოხდეს ამ ობიექტების ექსპლუატაცია, ეს იქნება მუნიციპალური თუ ცენტრალური ხელისუფლების ბალანსი, მაგალითად სპორტის სამინისტრო იქნება ოპერატორი თუ ჩვენ ვიქნებით და ფედერაციების დონეზე გავდივართ, ვაკეთებთ გეგმას, გათვალისწინებული გვაქვს ბიუჯეტი ამისთვის, რათა მოხდეს ამ ობიექტების პოპულარიზაცია და იმ სახეობების პოპულარიზაცია, რომ მიმართულებითაც ხდება ამ ობიექტების მშენებლობა. არ მარტო ის არის მნიშვნელოვანი, რომ ობიექტი გრჩება, არამედ ისიც მნიშვნელოვანი, როგორ მოხდება ამ ობიექტის შენახვა და შემდგომ ექსპლუატაცია. რომ მაინც თავისი ფუნქცია არ დაკარგოს და შემდეგ ალბათ ხომ კიდევ უმასპინძლოთ უფრო საპასუხისმგებლობა. ჩვენ ამ ოლიმპიადის შემდგომ ესეც აღსანიშნავი არის, რომ გვექნება საერთაშორისო სტანდარტის ძალიან ბევრი სპორტული ობიექტი და გვექნება ამბიცია ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლოთ. ესეც საკმაოდ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ფედერაცია მუშაობს იმაზე, რომ მოიგოს ძალიან ბევრი ესეთი ევროპის დონის შეჯიბრებები და ვიცი რომ ძლეოსნობაში ფრენბურთში და ჩოგბურთში უკვე ქვეყანას ექნება იმის პრეტენზია კარგი გაგებით რომ უმასპინძლოს სხვადასხვა დონის შეჯიბრს და დაპატიჟოს უამრავი სტუმარი და ეს ტურიზმის განვითარების კუთხითაც ალბათ უნდა განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ვინაიდან რო შევხედოთ მაგალითად დინამიკას, აი ქრონოლოგია რო ავიღოთ საერთაშორისო ასპარეზზე რა პროფილი ხდება ჩვენი ქვეყნის წარმოჩინება, ხო? ყოველთვის არის რაღაც პრობლემა, არის რაღაც ოკუპაციაზე საუბარი, ომზე საუბარი, გაჭირვებაზე საუბარი და ამ შემთხვევაში უშუალოდ ქვეყნის დონესაც ამაღლებს და რა თქმა უნდა უსაფრთხოებაზე მეტყველებს ის რომ შემდეგ რა თქმა უნდა პოპულარიზაცია. ყველაზე მთავარი ის რომ რაღაცნაირად სხვა კუთხითაც დავანახოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ღირსეული სპორტსმენი გვყავს. და ყველაზე დიდი პრობლემაც წლების განმავლობაში იყო ინფრასტრუქტურის არარსებობა. ან რიგ შემთხვევაში არ იყო ინფრასტრუქტურა, არ იყო გათბობა, წყალი ჩამოდიოდა და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა სპორტსმენებსა და პროფესიონალ სპორტსმენებს ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს უფრო მეტი პროფესიონალი სპორტსმენი მიიღოს, გაზარდოს, რაც აგრეთვე დაეხმარება ქვეყანას იგივე საერთაშორისო ასპარეზზე, უფრო ღირსეულად წარმოაჩინოს თავის სახელი. ძალიან კარგი თემას შეეხეთ თქვენ ახალგაზრდა სპორტსმენები თაობა იმ 90-იან წლებში, მაშინ როდესაც ყველაფერმა მაინც განიცადა დეგრადაცია, ის ფაქტი რომ არ იყო ინფრასტრუქტურა ძალიან უშლიდა ხელს ჩვენ სპორტსმენებს რომ წინ წასულიყვნენ. ამ შემთხვევაში თბილისი 2015-მა ამ შეჯიბრისთვის და ამ ოლიმპიადისთვის ძალიან ბევრ ახალ სახეს მისცა შანსი. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ რომ რეგიონებიდანაც მოხდა ამ ძალების მოზიდვა. კი ბატონო, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, გუნდები ნაკრების დონეზე არიან დაკომპლექტებული, იგივე ძიუდოს მაგალითზე რო ვიყავით, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით იქნებიან მთელი საქართველოდან შესაბამის ასაკის მიხედვით საუკეთესო სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. როდესაც საუბრობთ ზოგადად სპორტის განვითარებაზე, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შევქმნათ ბავშვთა სპორტისთვის შესაბამისი პირობები. ვინაიდან წლების განმავლობაში ჩვენ ვიყავთ მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, საქართველოს ჩემპიონები, მათ ჭირდებოდათ გაცილებით უფრო მეტი შრომა და ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიაღწიათ, ვიდრე ნებისმიერ სპორტსმენს და ამ შემთხვევაში ფართი ფრაზებიც მახსენდება ასფალტზე გვეწევდა. ხო, რა თქმა უნდა, კი. და სამჯერადო ოთხჯერ უფრო მეტ შრომას გაწევდნენ ხოლმე და ამ შემთხვევაში ერთი ის არის რომ ინფრასტრუქტურა დაეხმარება მათ და მეორე ის არის რომ ამ 9 სახეობაში ჩვენ ფაქტიურად ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგავთ შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებისთვის რომ უფრო მეტად განვითარდნენ და უფრო პატარებისთვის კიდევ სტიმული არის რა თქმა უნდა ისეთ ადამიანთან ვარჯიში თუნდაც რომელმაც ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა. კი, აი წეღან ახსენა გულშემატკივრობა
რა თქმა უნდა, ნებისმიერ საზოგადოების წევრისთვის აუცილებელი არის რომ შეუერთდეს სპორტსმენი ხარ და იცის რას ნიშნავს გულშემო, როცა შენ გიყურებს შენი მაყურებელი და გვერდში გიდგას. აი, შენ როგორც გულშემატკივარი, რას ელოდები თბილისის 2015-ის მონაწილე სპორტსმენებისგან? მონაწილე სპორტსმენებისგან მოგახსენებთ, მე თითქმის ყველა ნაკრები გუნდი მოვინახულე, მაქვს ინფორმაცია მათი მომზადების დონესთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი ამბიციები გაგვაჩნია და შესაბამისადაც მოქმედებთ. საკმაოდ ნორმალური არის მომზადების დონეც. ძალიან კარგი შეკითხვა არის და მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი კიდე დიდი მნიშვნელობა უშუალოდ ოლიმპიადის ფარგლებში ექნება უკვე ჩვენი სპორტსმენების ასპარეზს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება რა შედეგებს ზადდებენ ჩვენი სპორტსმენები და გულშემატკივრობის ფაქტიურად ესე ვთქვათ ხარისხი და რაოდენობა იქნება ერთ-ერთი განსაზღვრელი ჩვენი სპორტსმენებისთვის აუცილებლად. და ზარია პირდაპირ ეთერში მაყურებელი დაგვიკავშირდა. გამარჯობა. გამარჯობათ. ისმენ გამახსენეთ თუ შეიძლება. მოზარდი, ანუ სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟი. რაასაკიდან შეიძლება, რომ რაასაკის ბავშვმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა თქვენს ოლიმპიურ შეჯიბრზე? რამდენი წლის არის? 15-ის გახდება ივნისში. 15-ის გახდება. რომელ წლიანი არის უკაცრავად? 2000 წლიანი. 2000 წლიანი და თუ მიუღია 15. კი, იცით რა არის? სპორტის სერიოზულად 5 წლიდან მიღებული აქვს მრავალ შეჯიბრზე მონაწილეობა და აქვს საქართველოს ჩემპიონიც არის. ამ მომგე მიღებული აქვს სომხეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ბათუმში სერიოზული სპორტსმენია და უბრალოდ ასაკის გამო მაინტერესებდა თუ შეიძლება და მონაწილეობის მიღება. მადლობს, საინტერესო შეკითხვაა და თუ შეიძლება მე ვუპასუხებ, იმიტომ რომ როგორც გავიგეთ, ტანვარჯიში და სპორტული ტანვარჯიში არის ერთ-ერთი იმ 9 სახეობაში შედის და 1998-99 წლის გოგონები მიიღებენ მონაწილეობას ამ შეჯიბრში. კეთილი. და აქვე გიორგი, საინტერესო იქნება მსგავსი წინადადებით რომ მოვიდნენ, რომ მე ვარჯიშობ, მე ვარ წარმატებული, აი თუ შეიძლება რომ მიიღოს მონაწილეობა, გამოსცადოს თავისთავი, მაგრამ სანამ მონაწილეობას მიიღებს, ალბათ უკვე დაკომპლექტებულია და ჩვენს კომპეტენციებსაც ცდილდება სამწუხაროდ, არა სამწუხაროდ, უფრო საბედნიეროდ, თუმცა ყველას თავის საქმე აქვს ამ ოლიმპიადის ფარგლებში. ჩვენ შეიძლება თვალყური ვადევნოთ უშუალოდ პროცესს, მაგრამ ამ ნაწილში ჩარევა ჩვენებთან არ არის რეკომენდებული, ვინაიდან არის საქართველოს ნაკრები, რომელსაც ყავს თავისი მწვრთნელი, არის ფედერაცია ეროვნული, რომელიც წლის განმავლობაში რა თქმა უნდა არჩევს კომპეტენტურ და ღირსეულ სპორტსმენებს, ეს არის აბსოლუტურად მათი პრეროგატივა, ვინაიდან მათზე არის დამოკიდებული და მათი პასუხისმგებლობა როგორ მიიღებს უშუალოდ თავის სახეობაში მის მიერ წარდგენილი სპორტსმენი მონაწილეობა. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ესე ვთქვათ, პრინციპი შერჩევის სპორტსმენის იქნება მისი წინაწლებში მიღებული მიღწევები. ჯერ პატარაა და აუცილებლად პატარა 8 წლის სოფლიო ჩემპიონებიც არიან ბატუტში მაგალითად. ყოველთვის ამ პროცესს უნდა მიადევნოს თვალყური და რა იცით შემდეგ ძალიან ბევრს მიაღწევს, დარწმუნებული ვარ. სპორტსმენებზე საუბრობდით, რომ ემზადებიან მოვინახულეო. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ გადამზადების პროცესს, მომზადების პროცესს და მოწვეულ, ასე ვთქვათ, მსაჯებს, იმ ადამიანებს, ვინც ახერხებს მათ გადამზადებას, ვინ არიან ისინი და რამდენად პროფესიონალურ დონეზე ხდება მათი გადამზადება. მოგახსენებთ, საქართველოს პირობებში, 9 სახეობაში, სადაც ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, ყველა ის ადამიანი და ყველა სამიზნე ჯგუფი, რაც საჭირო არის თითოეული გუნდისთვის და თითოეული ნაკრების წევრისთვის, რათა ღირსეულად შეძლონ ასპარეზში მონაწილეობის მიღება, ყველა არის კომპეტენტური, მაქსიმალურად არიან არჩეულები ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს გარკვეული ტიპის ისტორია ამა თუ იმ სახეობაში, ნებისმიერი სპორტის სახეობა რა ვთქვათ, იგი მწვრთნელი იქნება თუ უშუალოდ ეხლა საჭთან დაკავშირებით მე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან საჭთან დაკავშირებით უფრო ოლიმპიადის ფარგლებში მოგვიწევს იმის ნახვა, რამდენად პროფესიონალი არის. ასე მწვრთნელის შეფასებისთვისაც უკვე დაგჭირდება უშუალოდ ასპარეზზე სპორტსმენის ნახვა, მაგრამ დამერწმუნეთ იმ პირობებში, რა პირობებიც და რა მოცემულობაც ჰქონდა, საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება მოხდა შერჩევის დროს.
რა დაგვრჩა უთქმელი დღევანდელი ეთერისთვის გარდა იმისა რომ ყველაზე მთავარია მოხალისეობა ეს ჩვენ საყვარელი თემა აუცილებლად მინდა მოხალისეობრივი საქმიანობა არ ნიშნავს რაიმე სათაკებას ესე რომ ვთქვა არა მარტო ოლიმპიადის ფარგლებში არამედ ზოგადად მინდა ყველა ქართულ ახალგაზრდას მოვუწოდო რომ გახდნენ თავიანთი ქვეყნის მოხალისეები პირველ რიგში და სანამ ესე ვთქვათ განსაზღვრავთ რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლება მოქალაქისთვის ყოველთვის ჩვენ უნდა ვეცადოთ ახალგაზრდებმა ჩვენი როლი და ჩვენი წილი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და დედაქალაქის განვითარებისთვის და ასევე ეს იქნება ჩემი აზრით უფრო შანსი ახალგაზრდებისთვის რომ მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადის ორგანიზებაში მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში და არა მარტო ეს არამედ ისიც რომ ისინი ფაქტობრივად აიმაღლებენ თვითშეგნებას და სხვა ახალგაზრდებსაც მისცემენ მაგალითს და ანახებენ რომ ყველა შეუძლია რაღაცა გააკეთოს თავის ქვეყნისთვის და ამისთვის არ არის ჩინოვნიკობა და რაღაც აღალი თანამდებობა საჭირო. მოედო მთელს უნივერსიტეტებს, სტუდენტებს მოხალისეობა და ერთმანეთს ბაძავენ, ასეთი მაგალითები ჩვენ მოგვისმენია ამ ეთერში და სწორედ ამიტომაც ალბათ მათი პასუხისმგებლობა ძალიან მაღალი იქნება ამ ეტაპისთვის და ის რომ უცხოელებთან ურთიერთობას ისინი მაღალ დონეზე შეძლებენ ამაში უკვე ეჭვი არ გვეპარება. და ასევე მოხალისეებისთვის ძალიან ხშირად ტარდება ხოლმე სხვადასხვა ღიარული ღონისძიებები ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება რომ ისინი არ არიან კადრს მიღმა და მხოლოდ მაშინ არ არიან თქვენთვის საჭირო საორგანიზაციო კომიტეტისთვის გვახსოვს და ვაფასებთ მათ შრომას მართლაც ყველაზე აქტიური საზოგადოების ნაწილი არის ეს და მინდა რომ უბრალოდ მადლობა გადავიხადოთ წინასწარ და უთხრა რომ არაერთი შემთხვევაში არ მოდუნდნენ და იყვნენ ჩვენთან. ძალიან კარგი არის მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა უშუალოდ მოხალისეების მიმართულებით, ვინაიდან აუცილებელი არის სტიმული და დამატებითი სტიმულის ზედმეტი ამ შემთხვევაში ვერ იქნება ვერანაირად, რათა მეტად და მაქსიმალურად მოტივირებულები იყვნენ მოხალისეობრივი საქმიანობის გაწევის პროცესში. მე მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო, რადგან ვინც ახლა შემოგვიერთდა ბატონ გიორგი არიშიძე თბილისის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობს პირდაპირ ეთერში გარდა ამის თემებისა სხვა სპორტის სახეობებმა რომელიც აღებულობენ მონაწილეობას რაღაც ზედა გულწყვეტები გამოხატეს. თქვენთვის შეგიძლიათ თქვათ რომ სხვა კუთხით სხვა სპორტის სახეობებს რამდენად მიექცევა მომავალში ყურადღება პროგრამა რომელიც ერთწლიანი გაწერილია ეს ყველაფერი რომ პირდაპირ ეთერში ბრძანოთ და ჩვენგან მიიღონ პირდაპირ სულ გვაქვს 52 სახეობა სპორტში. ფაქტიურად ესე არ ხდება ხოლმე და არც არის დაშვებული, არის ეს საერთაშორისო დონის ვალდებულება ევროპის ოლიმპიური კომიტეტი, სადაც ხდება სახეობების განსაზღვრა, რაც შეეხება სხვა სახეობებს, ჩვენი კომპეტენცია არის ამ შემთხვევაში ძირითად ნაწილში ინფრასტრუქტურის შექმნა და შექმნილი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისთვის, როგორც მასობრივი სპორტის განვითარებისთვის, ისე პროფესიული სპორტის განვითარებისთვის, ჩემს კომპეტენციას ცილდება უშუალოდ პროფესიულ სპორტზე და 52 სახეობაზე, რომ რაიმე განსაკუთრებული ვილაპარაკებთ, რომ ჩვენ უფრო ფედერაციების დონეზე გვაქვს, თბილისის ფედერაციების დონეზე გვაქვს ურთიერთობა და არა ეროვნული ფედერაციების დონეზე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში სულ 6 თვეა, რაც ასე ვთქვათ, ჩავიბარეთ აღნიშნული სამსახური და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გავასამართლიანებთ ჩვენი კეთილდღეობა, რასაც გავხსენთ, ესე ვთქვათ, სპორტის მიმართულებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ 52-ვე სახეობა მიიღოს ის სარგებელი, რაც შეუძლია, რომ მერიამ შექმნას. თქვენ ასევე საუბრის განმავლობაში ახსენეთ, რომ ბავშვობიდან კარგია, რომ ყველაფერ ამას სპორტს, რაც ეხება, ჩაეყაროს საფუძველი. და მნიშვნელოვანია თქვენი კომენტარიც სკოლებთან დაკავშირებით ფიზკულტურის გაკვეთილი, სადაც ფაქტიურად არ არსებობს. თუ შეგიძლიათ ამ თუ არსებობს ხედვა და გეგმები. ჩვენ სამწუხარო დღეს ყავს დაახლოებით 35,000-მდე ოფიციალური სპორტსმენი. ისე ვთქვათ, აი მასობრივ სპორტზე როცა ვსაუბრობთ, თუნდაც ზოგადად არის ხო მოთხოვნა სპორტზე, ვინაიდან შრომის ბაზარს ფეხბურთსა შრომის ბაზარიც არსებობს მოქალაქეებში, აჯანს აღებს ბევრად. ყველას გონია რომ უბრალოდ მარტო წიგნის კითხვა არის, ინტელექტის შეძენა, ან წიგს თუ წაიკითხავს, კარგად დასაკეთება. არა, ფიზიკური განვითარება არის ნომერ პირველი ადამიანის განვითარებისთვის. ასევე მინდა გამოვეხმაურო იმასაც, რომ ახალგაზრდებში საკმაოდ გამრავლებული არის ისეთი ტიპის დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია სტატიკური ცხოვრებისგან, უმოძრაობისგან და ეს ქვეყანას გაცილებით უფრო ძვირი უჯდება ზევლადიან პერსპექტივაში ასეთი მოქალაქის შენახვა,
კიდე შეიძლება რომ დაუჟეს და ამიტომაც გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები და ოლიმპიადას აბსოლუტურად პოპულარიზაციას გაუწევს იმ სახეობებს, რომლებიც თუნდაც ტანვარჯიშის მაგალითი ვაგიღოთ, რომლებიც პრევენციულ ხასიათს ატარებს ისეთი დაავადებების თავიდან აცილებისთვის, რომელიც საკმაოდ გავრცელებული, თუნდაც სკოლიოზი რომ ვთქვათ, სკოლიოზი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ძალიან გამიხარდა ამ ინფორმაციის მოსმენა, იმიტომ რომ სწორად ხეფესებიდან იზამებაო და სწორად აქედან უნდა დაიწყოს. და იგივე სკოლების მაგალითს რო ვთქვათ, აქამდე არ არსებობდა სტანდარტი, როგორ შეიძლებოდა ახალგაზრდა სპორტსმენის დატვირთვა. 6 კლასამდე რეალურად არ შეიძლება ბავშვის აქტიური სპორტით დატვირთვა, ვინაიდან როცა ძვალი, ანუ არ არის ბოლომდე სრულფასოვნად ჩამოყალიბებული არც მყესი და არც კუნთი, ამ დროს ხდება ნაადრევო დღესის კუნთის ჩამოყალიბება, უშლის ბავშვს ასე ვთქვათ, გაზრდაში ხელს, ასევე არასწორად ხდება ხოლმე მე სხეულის ფიზიკური სხეულის ფორმირება და ამიტომ არის ძალიან საინტერესო სპორტის სახეობები, როგორც არის ცურვა, მაგალითად, კალბურთის ელემენტები, შეიძლება იგივე იყოს ტანვარჯიში, რომელიც უბრალოდ ხელს უწყობს ადამიანის და ასე ვთქვათ, მოზარდის ჯანსაღად განვითარებას, რაც მომავალში უფრო მეტ საგებელს მოუწევს. იდეალური არის ჯანმრთელი ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის. და შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, მაინც დავბრუნეთ თბილისი 2015-ს და თქვენი ბოლო შეფასებით, ბოლო ინფორმაციით და დავუშვებთ მაყურებელს, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს პირველად ტარდება და მოუწოდეთ ყველა მოქალაქეს ჩართულობისკენ. კი ბატონო, ხაზს გაუსვი პირველ რიგში იმას, რომ არის ისტორიული მნიშვნელობის. საქართველოს ისტორიაში სპორტის მიმართულებით არის უპრეცედენტო ღონისძიება. გარდა იმისა, რომ ოლიმპიადა ქვია, საქართველოში მოგეხსენებათ, რომ ოლიმპოს მთიდან წამოსული ცეცხლი ჩამოვა, მასაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თვითონ მოქალაქეს მოუწოდებ, რომ თავიანთ ნაწილში ყველა შეუძლია იღოს მონაწილეობა უშუალოდ, ასე ვთქვათ, ღონისძიების ორგანიზებაში და ხარისხში. ყველას მოუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ და მიიღონ სიამოვნება და უგულშემატკივრონ ჩვენ სპორტსმენებს. რომელსაც უსურვებთ გამარჯვებას. იმედია ყველა იმედი. ბევრჯერ მოსმენთ ქართულ ჰიმნს და ფეხზე ავდგები და ხელზე დავიდებ გულს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი არეშიძე, მერის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში თბილისი 2015-ზე. დაელოდეთ მომავალ სამშაბათს, სხვა სიახლეებს და სამუკაშულს, რომელიც აუცილებლად გაამახვილებს დეტალებს. დიდი მადლობა, მე გემშვიდობებ მომავალ სამშაბათამდე. გიორგი, მადლობა მომწონებისთვის. დიდი მადლობა თქვენ. წარმატებულ კვირას გისურვებთ. დიდი მადლობა და დედიკებს კიდევ ერთხელ მოგილოცავ ჩვენი საეთერო დრო დღეს ამით ამოიწურა. ხვალ 4 შაბათია, ზუსტად 4 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. ხვალამდე.